რატომ არაკავებენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც სუსის მტკიცებით წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლის მიღების ფაქტი აღიარა. ოპოზიცია ქართული ოცნების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დევნა არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ შიდაკლანურ დაპირისპირებას უკავშირდება. მათივე თქმით, მსგავსი დანაშაული ოპოზიციის წარმომადგენელს რომ ჩაედინა, ყისიერად დააკავებდნენ. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ეს არის ივანიშვილის ამ კრიმინალური ბანდის შიგნით მიმდინარე გარჩევები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კანონის დაცვასთან, ან კორუფციასთან ბრძოლასთან, ან ნებისმიერ სხვა სამართლებრივ კანონიერ საქმიანობასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბანდის წარმომადგენლები ერთმანეთს უსწორდებიან, ხდება შიდაკლანური გადაადგილებები, გადალაგება და კობახიძისა და მისი რაღაცა პატარა ბანდის გარშემო ძალაუფლების კონცენტრაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღია თქვა, რომ ქართული ოცნება, მთელი ვერტიკალი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ყველა ჩართულია კორუფციაში, ძარცვავენ ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არანაირი ასე ვთქვათ ქმედება არ არის. წარმოიდგინეთ რომელიმე ოპოზიციონერს ან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს მსგავსი ან მასთან მიახლოებული შესაძლო დანაშაული რო ჩაედინა, როგორ მოიქცეოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბიძინა ივანიშვილის მთელი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი თვითონ არის კორუფციაში ჩართული და ისინი ძარცვავენ ჩვენ სახელმწიფოს. ირაკლი ღარიბაშვილის არ დაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ რაღაცა სპექტაკლისებრო პროცესს სინამდვილეში მიზნად არ აქვს არავითარ შემთხვევაში კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც ენდემური, სისტემური და ორგანული ნაწილი არის ქართული ოცნების მმართველობის სისტემის, არამედ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ერთი კლანის შიდა პარტიული ოცნების ერთი კლანის მეორე კლანზე გამარჯვების პროცესს და ეხლა რაღაცა ინდულგენციებს ყიდულობს ღარიბაშვილი კონკრეტულ თანხებად და კონკრეტულ ქონებად სავარაუდოდ. ამის პარალელურად, ანუ აი ეს გვაქვს ერთი მიდგომა, როდესაც პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის კორუფციაზეა ლაპარაკი და ლაპარაკია ერთ კონკრეტულ პარტიაზე ქართულ ოცნებაზე და როდესაც ლაპარაკობთ მაგალითად დანარჩენ პარტიებზე, აქ ლაპარაკია ქართულ ოცნების აკრძალვაზე, წევრების, მხარდამჭერების და რა ვიცი, ყველას დევნის, ვინც პარტიასთან არის დაკავშირებული. ღარიბაშვილის სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში გუშინ გამოკითხეს მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ ოცნების ორგზის ყოფილმა პრემიერმა გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა და მისი ბრალის დაკვალიფიცირებისა და აღკვეთის ღონისძიების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას რამდენიმე დღეში გააცნობენ. თემასთან დაკავშირებით დღეს პირველი კომენტარები გაკეთდა ქართულ ოცნებაში. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ის რაც ხდება ადამიანურად ძალიან დასანანია, თუმცა კითხვებს პასუხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გასცენ. უმჯობესია ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდაცვამ ორგანოებმა, შინაარსად სამისნო პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისაუბროთ, მით უმეტეს რომ ხედავთ თვისობრივად შეცვლილი არის მათი კომუნიკაციის პრაქტიკა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნაკლებობა ინფორმაციის არ გაქვთ, ამიტომ მე პირადად ვფიქრობ, რომ უმჯობესია, რომ მათ გააკეთონ ამ საკითხებზე შინაარსობრივი კომენტარი. კიდევ ერთხელ გუშინ იყო განცხადება უსაფრთხოების სამსახურის, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, რა მხრივ, რა შინაარსით, ეს ყველაფერი არის მათი კომპეტენცია, რომ გაასაჯაროონ და ამაზე ისაუბრონ. სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ოცნების ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძე რომანოვის, ასევე მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა. მამუკა მდინარაძის უწყების ინფორმაციით, შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7.200.200 ამერიკული დოლარისა და 136.000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები, დოკუმენტაცია, რამდენიმე ათასფურცლად 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა. ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს.